მოგესალმებით, თქვენ იმყოფებით Access კოდების სამყარო. მოაგრძელებ PHP გაკვეთილებს და კიდევ ერთი ცოტა გაუთვალისწინებელი ვიდეოს ჩაწერა მიწევს, იმიტომ რომ თავის დროზე, თავიდან, როდესაც გიხსნიდით აი ღილაკებზე ფუნქციების გამოძახებას, ფუნქცია რა, შეიძლება ხო ფუნქციათაც გამოიძახო, მაგრამ ეს არ არის JavaScript-ი, PHP არ არის JavaScript-სავით მარტივი, რომ პირდაპირ რაღაც ფუნქცია გამოიძახო. თქვა თუ გინდა ღილაკზე ფუნქციის გამოძახება, მაშინ უნდა გქონდეს ფორმა, შემდეგ უნდა გქონდეს ღილაკი და ღილაკიდან მერე უნდა დაწერო if-ი, სადაც თქვათ რაღაც ჩემი ფუნქციის გამოძახება მინდა. ან მე თქვათ აღარ გავაკეთებ ფუნქცია და აქვე დავწერე ყველაფერი რაც მინდოდა. მოკლედ ამდენი რაღაც რომ არის საჭირო, ამისთვის რა უნდა გავითვალისწინოთ, იცით? თუ გვინდა თქვათ რამდენიმე ღილაკი იყოს რომ მუშაობდეს, ან საიტზე ან გვერდზე გვინდა რამდენიმე ფორმა. მაშინ ამის გაწერა რაც თავიდან გასწავლეთ სატესტოდ, აღარ იქნება რა მიზანშეწონილი. იმიტომ რატომ გეტყვით რა? აქ აი მაგალითად გავაკეთებ უცებ მეორე ფორმას და ყველაფერს აგიხსნით. ეს არის მეორე ფორმა და ეს სხვა რამეს აკეთებს რა. სხვა რამე. თქვათ ამით სხვა რამის გაკეთება მინდა, ესეც submit-ია და ამას რო დავაჭერ ამ სხვა რამეს მე, ამ შემთხვევაში იგივე მოხდება. ანუ ავტორიზაციის ფუნქციას გამოიძახებს. იმიტომ გამოიძახებს ავტორიზაციის ფუნქციას, რომ ეს უბრალოდ ელოდება თუ request მეთოდი არის პოსტიო რა. ასე რო არ მოხდეს და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, ანუ რომელი ღილაკი რას იძახებს, ამისთვის name-ები დაუწეროთ პირველ რიგში. ამ ჩვენ ესე იგი ღილაკებს და ეს ღილაკი იყოს თქვათ ლოგინი ერქვას ამას და ამ ღილაკს ერქვას თქვათ name სხვა რამე ერქვას სხვა რამე რა პრობლემა არის და ნახოთ ახლა თუ ლოგინს დავაჭირეთ აქ შეგვიძლია მივუთითოთ ასეთი რაღაც ესე იგი ეს კი აღარ დავჭირდება ეს სერვერის პოსტი არის თუ არა რა პირდაპირ გამოვიძახებთ post მეთოდს ამ ცვლაც პოსტისას სადაც გადავცემთ ესე იგი აი ამას რა როგორც აქ არის ოღონდ ამ შემთხვევაში ლოგინი თუ არსებობს უბრალოდ ახლა არსებობს თუ არ არსებობს ეს რომ გვითხრას ამისთვის კიდე არსებობს ასეთი რაღაც isset ანუ არის თუ არა მინიჭებული isset თუ არის მინიჭებული truth დააბრუნებს თუ არა და false ესე იგი ეს რას ნიშნავს რა რეალურად ეს ნიშნავს თუ ღილაკს დააწვევი ანუ ჩვენ შემთხვევაში თუ ღილაკს დააწვევი შესვლას მაშინ ამუშავდება და გაეშვება ეს if-ი რა isset-ი ამას დაიჭერს ამაზე დაჭერას ანუ ნახეთ ახლა როდესაც მე დავაწვევი თქვათ შესვლას ეს ჩვეულებრივ იმუშავებს და სხვა რამეს რო დავაწვევი საიტი დარეფრეშდა მაგრამ ის ფუნქცია აღარ გამოიძახა ანუ ამ სხვა რამეზე ეს შემიძლია ცალკე if გავუწერო ამას რა ანუ ნახეთ ის თავისთვის იმუშავებს ეს თავისთვის if არა ჭყალები შემეშალა ნახდათ if სხვა რამე ანუ პოსტზე თუ აქვს სხვა რამე აქვს მინიჭებული მაშინ echo თქვათ ეს სხვა რამეს აკეთებს აი ასე ხო დავარეფრეშებ და ნახეთ სხვა რამეს რო დავაჭერ აი სხვა რამე გააკეთა და შეშლას რო დავაჭერ კიდე იმათ თავის საქმე გააკეთა ანუ ასე შეგვიძლია გაუგებრობებს თავი ავარიდოთ ამ შემთხვევაში ახლა მე პოსტი მქონდა აქ მაგრამ ანალოგიურად თუ ეს get-ი იქნება თქვათ მაშინ აქ დაიწერება პოსტის მაგივრად get-ი და get-ს იმუშავებს რა ანუ for-ის მეთოდი რაც იქნება ამ შემთხვევაში ახლა ერთი for-ის მეთოდი პოსტი დავტოვე და პოსტით ვიღებ და მეორე get-ი დავტოვე და get-ით ვიღებ და ესეც ჩვეულებრივ იმუშავებს აგერ დავარესტოთ რა ვნახავთ რა აი სხვა რამეს რო დავაჭერ მუშაობს უბრალოდ როგორც ნახეთ get-ი გამოვიძახე და get-ი რადგან გამოვიძახე ანუ სხვა რამეს აქ ცარიელი რაღაც მიანიჭა და მეუბნება რომ ასეა რა
მინიჭებულია სხვა რამეზე რაღაც. პოსტის შემთხვევაში, როგორც იცით, აქ არაფერს არ ანიჭებს რა, აი პოსტი არის და არაფერი არ მიანიჭა აქ. ეს 100 არის, ამას წავშლი ვინაიდან არ მჭირდება, მაგრამ ნახეთ, აქ ახლა registration-იც ხომ აქ და რეგისტრაციაზეც ბარემ გავასწორებ რა. ნუ reset-ი არ მჭირდება, მაგრამ აი ამაზე. ეს რადგან რეგისტრაციის ხილაკია, ვეტყვი რომ ეს name-ი ამას კონდეს register თქვათ. და ანალოგიურად რა. აქ ასე დავწერო ეს პოსტის რეგისტერი თუ არსებობს და თუ არსებობს, ანუ როგორ უნდა უთხრა ის set. თუ მინიჭებულია, მაშინ გაეშვას ეს ფუნქცია რა და გააკეთოს რეგისტრაცია. ნუ რეგისტრაცია აქ ახლა პრობლემა არ იქნება, ჩვეულებრივად გაკეთდება. ნუ შემიძლია გავტესტო, რადგან შევცვალე, ჯობია გავტესტო რეგისტრაცია. აქ გადავიდეთ მომხმარებლები, აი ნიკაძია ბოლო. თქვათ აქ იყოს ლიკა გიორგაძე. პაროლი აქაც 123 იყოს, გავატაროთ რეგისტრაცია, წარმატებით გაიარა რეგისტრაცია. და ისეც რომ დავარეფრეშოთ, ნუ რა თქმა უნდა დაემატა. აქ ახლა ცუდად ჩამიწერია მე. ესე იგი, full name-ში ლიგა ჩამიწერია, mail-ში გიორგაძე, მაგრამ ნუ არ აუშავს რა. შემიძლია აქვე შევცვალო. თქვათ რაღაცა, ლიკა. ასე იყოს. აქვე edit-ი გავუკეთე რა. ნუ შემეძნო აქაც edit-დან გადავსულიყავთ. მოკლედ ასეა თუ ისე ჩვენ ამ ვიდეოში ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ უფრო დახვეწილად და სწორად ეს ღილაკები ფორმებზე რა. თორემ ჩვენ შემთხვევაში რასაც ვიყენებდით ცოტა საშიში იყო რომ კონფლიქტი მომხდარიყო. და ერთ ღილაკის დაჭერაზე მეორე რაღაც გამოძახებულიყო, რომელიც არ გჭირდებოდა. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, თუ რამე კითხვებით, რა თქმა უნდა, დააკომენტარით ან მომწერეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.